ახლა მთავარი კითხვა არის შემდეგი. რას უზამს ცივილიზებული სამყარო ირანის აიათოლების რეჟიმს? და თუ მის განადგურებაზე სწავა სასწავლენ ისინი, თუ ფიზიკურად მოკლავენ მათ. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე ხნის წინ კი არა 2 დღის წინ თქვა და მე ამას ჩავიკითხავ, რომ ბოდის ვიხდი, აი ზუსტი ციტატა არის ამგვარი, რომ ჩვენ ვიცით, ზუსტად ვიცით, სად იმალება ირანის ეგრეთ წოდებული ჭყალებში უზენაესი ლიდერი, გულისხმება ხამენეი. ის მარტივი სამიზნეა ჩვენთვისო, არ ვაპირებთ მის მოკლასო, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის. უყურეთ, ძალიან მნიშვნელოვანია დროის გარემოების დაზუსტება. აი ეხლა დღევანდელ დღეს ამ წუთას შეერთებულ შტატებს ყოველ შემთხვევაში საჯარო დეკლარირება ამგვარია, არა აქვს განზრახული, რომ მოკლას ირანის სულიერი ლიდერი. თუმცა ეს განცხადება მაინც ორაზროვანია, დროის გარემოება ახლავს რა. ხვალ რას დააპირებს შეერთებული შტატები, ღმერთმა უწყის. ხოთაშორის ამ კონტექსტში ერთი ამბავიც გამახსენდა მარკო რუბიომ, სახელმწიფო მდივანმა 2 დღის წინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ჩართვას ცხადია ისრაელის მხარეს და არ აპირებს, რომ თავისი სამხედრო პოტენციალი მიმართოს, იერიშები მიიტანოს ირანზე. მაგრამ 2 დღეში, დღენახევარში, ერთ დღეში ეს პოზიცია პრინციპში შეიცვალა და ახლა ჩვენ ვიცით, რომ სტელსებიც კი აწეული ჰაერში და არ გამოირიცხება მაინც ძალიან მოზომილი ვიქნები, რომ შეერთებული შტატები ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში და ჩაკლას ირანის აიათოლების რეჟიმი და არა ირანი როგორც სახელმწიფო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ხოლმე შეერთებული შტატების ან ისრაელის მიერ მიტანილ იერიშს ირანის კრიტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე და ვინმეს გონია, რომ ირანის სახელმწიფოს გაუქმება უნდა, ვინმეს არა, რა საკვირველია, აქ ლაპარაკია აიათოლების რეჟიმის დასრულებაზე და რატომ აიათოლების რეჟიმის დასრულებაზე? იმიტომ რომ სწორედ ისინი არიან თავარმოთავეები ირანის ბირთვული პროგრამისა. დიახ, ისედაც ბევრი ბირთვული ბინძური ბომბია მსოფლიოში და მით უფრო არაპროგნოზირებადი გერმანია ვერ ბედავს. გერმანიას შეზღუდვები აქვს, მაგრამ გერმანია, რომელიც პროგნოზირებადი და დემოკრატიული სახელმწიფოა, ისიც კი არ ამბობს, რომ გადავხედოთ, რევიზია მოვახდინოთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებისა და ჩვენს ესეთ მძლავრ სახელმწიფოს რატომაც არა მოგვეცეს, ჩვენ ხო არავის წინააღმდეგ არ გამოვიყენებთ მას, მოგვეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება შესაძლებლობაო და მით უფრო ვინ მისცემს, არც უნდა მიეცეს აიათოლების ირანს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც ამას მოინდომებს, აკიგით ხაიტო ის რაც დიდი რაოდენობით, ის ბევრი სახელმწიფოა, ჩრდილოეთ კორეაც კი ბირთვული იარაღის მფლობელი და თავის დროზე რომ მომხდარიყო და ამდენი ბირთვული იარაღი არ გადავრცელებულიყო მსოფლიოს მასშტაბით და საერთოდ შემცირებაზე წასულიყო, შემცირება განადგურებაზე წასულიყო ბირთვული პროგრამებისა და ბირთვული იარაღისა მსოფლიო ცივილიზებული მსოფლიო ცხადია უკეთესი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში შანტაჟო არ ექნებოდა, ასე მაგალითად რუსეთს რომ გავოვიყენებთ ამ შემთხვევაში ჩვენ სინამდვილეში უკრაინის წინააღმდეგო. კარგით, ეხლა ეს სხვა თემაა, მაგრამ თავარი არის რომ გავიგოთ, რომ ირანის განადგურებას, როგორც ქვეყნის განადგურებას არავინ არ აპირებს. ისიც უნდა გავიგოთ, რომ პატიოსანი, კარგი, კეთილი, ძლიერი, რა ვიცი, კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც სულაც არ არიან აიათოლების რეჟიმის გავლენის ქვეშ და მათი საცეცები, ისინი ბუნებრივია ირანშიც და ირანს მიღმაც რასაკვირველია უნდა მშვიდად წყარად უნდა ცხოვრობდნენ ეს იდეალურ შემთხვევაში, ასე უნდა მოხდეს, ასე უნდა დაალაგდეს და ბოროტების სათავე აიათოლების რეჟიმის სახით და არა მხოლოდ მის სახით უნდა აღმოიფხვრას და არა ხალხის წინააღმდეგ, არც კამპანია უნდა აგორდეს და არც ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა აგორდეს კამპანია და არ უნდა ჩათვალოს ვინმე რომ ირანი არის აი ცუდი სახელმწიფო, არა ირანი კარგი სახელმწიფო იყო. მათ შორის მე-20 საუკუნეში არც თუ შორეულ წარსულში, გარკვეულწილად შორეულ წარსულში 50 წლის წინ დაახლოებით. ხო? და მავალშიც კარგი სახელმწიფო უნდა იქცეს. ეს არის ცივილიზებული სამყაროს ამოცანა, მოდი ასე ვიტყვი. აღარ ვიტყვი იმაზე არც ერთ სიტყვას, უბრალოდ ორ სიტყვას კი გამომივარ რა ვიტყვი, რომ სამხრეთით რუსეთი გვარიანად სუსტება, ის დასუსტდა, როდესაც ასადის
თავკერძა რეჟიმი დასრულდა სირიაში და დასუსტდება რუსეთი, მაშინაც როდესაც დასრულდება აიათოლების რეჟიმი ირანში, რომც არ დასრულდეს, მაინც ირანი უკვე იმ მდგომარეობაშია, აი დღევანდელი სტატუს კვო იმგვარია, რომ ირანი ვეღარ იქნება ძლავრი კი არა, საერთოდ პარტნიორის ვეღარ იქნება პუტინის რუსეთისათვის, იმიტომ რომ მისი ინფრასტრუქტურა ექნება აღსადგენი, გულისხმობ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და რაღაცა ფორმაქნადობა თავიდან უნდა დაიწყოს და აუცილებლად დაიწყება რევოლუციური პროცესები დღევანდელი, აი დღეს ვინც არის, ამ წუთას ვინც არის, თუ გადარჩა ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა მე მაინც მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ალბათ მაინც ჩაერთვება ამ პროცესში და არ მინდა სიტყვა დაუთოვება, მაგრამ ჩაკლა კი მინდა ვიხმარო ეს სიტყვა, მოვიშველიო ეს სიტყვა, ჩაკლავენ აიათოლების რეჟიმს. ჩაკლაში გულისხმობ არა მაინც და მაინც ფიზიკურ მოქმედებას მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა თქვა, რომ შესანიშნავად ვიცით, სადაც იმყოფება ირანის სულიერი ლიდერიო, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ მას შეიძლება დერეფარი მისცენ და ის გავიდეს. სად გავიდეს? რუსეთშიო ვინმე იტყვის? ხო. ერთის მხრივ ხო, მაგრამ მეორეს მხრივ სულაც არა. ჩვენს კონტექსტში ეს ძალიან საინტერესოა სხვა რაკურსებით, სხვა მიმართებით. ჩვენ არა ვართ ირანის მეზობელი სახელმწიფო. სოზარ სუბარიროა ეს ხალხის ძალის ქართულგვარიანი, სვანურგვარიანი რუსი წარმომადგენელი. მან თქვა, რომ ჩვენო ირანის მეზობლები ვართო. ანუ ახსნა მინდა რომ სვაშოვის ტყუილია რომ სოზარი სვავს. ბევრს მით უფრო. არა, მაინც და მაინც არ სვავს. შესაძლოა დაულევია, შესაძლოა ნამდვილად დაულევია, მაგრამ ეს ლოთიკაცი კი არ არის მაინც და მაინც. ამიტომ მითი თუ ჭორი იმის დაობაზე რომ თრალი, ნასვამი იყო და იმიტომ თქვა, თლათ სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს საბოლოო ჯამში. მე რა ვიცი ხა იქნება წრუპავს ხოლმე ღამღამობით ჯინაზე და ბოღმაზე თუ სუთხასიაძე როცა არის ხოლმე, მაგრამ არ უნდა იყოს ეს სიმართლე. მაგრამ გეოგრაფია არის ისო, სოზარსაც ხა ეს დიმიტრი სამხარაძე რო იყოს, ალბათ იტყოდი რომ გეოგრაფია, ალბათ უფრო წაცდენა. ხო და სოზარმა და არა, მხოლოდ სოზარმა ოფიციალური სტრუქტურებიდან და პირებიდან გააკეთა განცხადება იმ შეჯელა თემაზე გაჩვენებთ თუ მოგვეცემა ამის შესაძლებლობა და დრო დაგვრჩება ისრაელ-ირანის კონფლიქტი და წაცდენები ქონდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი ხა სოზარამდე უნდა მიყვანო. მთავარი აქ არის ის, რომ მაღალი ალბათობით ირანიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს საერთო სახმელეთო საზღვარი ამ ქვეყანასთან, წამოვლდნენ ტოლულთა ნაკადები. შესაბამისად, მათ უნდა გადმოკვეთონ ასე მაგალითად სომხეთი და შემოვიდნენ სომხეთის გაჩერდება, არ ვიცი, რაღაც გარკვეული რაოდენობა და მოგვადგება ჩვენც. რას ვშურებით? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ 20,000 კაცი პირობითად კაცი მივიღოთ. თუ ბლიცკრიგი იქნა, აქვე ვიტყვი, ანუ სწრაფად მოყომარდა, მოსრულდა, დასრულდა ამბავი ირანში, ამ შემთხვევაში ლტოლულთა ნაკადები იქნება ნაკლები, ან საერთოდ არ იქნება. ანუ ირანელები, რომლებიც ახლა ტოვებენ ასე მაგალითად თეირანს, ისინი დაბრუნდებიან საკუთარ საცხოვრისებში და სულ სხვაგვარ ცხოვრებას დაიწყებენ, ან სხვაგვარად დაიწყებენ ქვეყნის აშენებას, მაგრამ თუ გაიწელა პროცესი ამ შემთხვევაში და ავხვებით, იმიტომ რომ ინტენსიური დაბომბვების დროს, ასე მაგალითად თეირანისა ბუნებრივია არავის არ უნდა ცხოვრება რიგით ირანელს, რიგით თეირანელს და ბევრი იფიქრებს იმაზე, უკვე ფიქრობს და მომავალს იფიქრებს გუდანაბადის აყრაზე. ახლა ირანის ტერიტორიაზე არიან ისინი უმრავლესობა, მაგრამ თუ ირანის თავს ეს წისქვილი თქვა დატრიალდა, რატომაც არა შეიძლება მათ დატოვონ ირანი ხო და კიდევ ერთხელ დავსვა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს საერთო სახმელეთო საზღვარი ირანთან, ჩვენ რა ვშვებით? აი უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ამათი უსაფრთხოების საბჭოსი რა ვთქვი ჯერ, ხო? როდესაც არსე გეკა გელაძე მონაწილეობს და კიდე სხვები, რომლებიც აზრზე არ არიან საერთოდ არაფრის. მაგრამ ამ უსაფრთხოების საბჭოს აქვს და შესაძლებლობა და ჰქონდა რომ ყოფილიყო რაღაც სიმულაციის ოთახში, ან მოდი მარტივად ვიტყვი, რაღაცა პროგნოზები გაეკეთები და იმასთან დაკავშირებით რა მოხდება აქ ამ შემთხვევაში, ან იქ რა მოხდება და ასე შემდეგ და რამდენად საფრთხეა შეცვლილია ეს დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენიტეტისთვის.
როგორ უნდა გაძლიერდეს საზღვარი, თუ უნდა გაძლიერდეს, თუ უნდა მივიღოთ პირობითად ლაპარაკობ 27880 ირანელი ლტოლვილი ქალები, ბავშვები, მოხუცები, მოდი ესე დავყოფ. ხო თქვენის ნებართვით, სად ვანთავსებთ? ამ ყველაფერზე და ამგვარ საკითხებზე უნდა მსჯელობდეს უსაფრთხოების საბჭო და ხო და მე დავსვამ კითხვას განსაკუთრებით ადრესატები არიან ის მოქალაქეები, რომლებიც შეწუხებულნი არიან ამდენი ირანელის შეწუხებულნი უბჭყალებოდ მაინც, მაგრამ უსამართლოდ მაინც ამდენი ინდოელის, ამდენი არაბის თუ ამდენი ცენტრალური აზიელის, ცენტრალური აზიელის მაგუსათქმე ორი სიტყვა ისედაც აქ ყოფნით. იცით თუ არა რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შემუშავებული პოლიტიკა, მე არ გეუბნებით რომ უნდა გაუშვას. საზღვარზე დაახვედროს ჯარი და უკან უნდა გააბრუნოს განსაკუთრებით ქალები, ბავშვები და მოხუცები. ჩემი აზრით მე რომ მკითხო, ხო, ისი შესაძლებლობა გვაქვს ამგვარი ტოლულთან აკადემიის წამოსვლის შემთხვევაში გარკვეული რაოდენობა ისი შესაძლებლობა გვაქვს, შესაძლებლობაც გვაქვს, ისინი უნდა შემოუშვათ სუფთა ადამიანური, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან, ლოგიკიდან, არგუმენტებიდან გამომდინარე, მაგრამ ამათ ეს არიციან. მათ არიციან დახდებიან თუ არა საზღვარზე და როგორ შეაჩერებენ ამ ტოლულთან აკადემიებს, როგორ განარჩევენ ასაკის მიხედვით მეთქი ასე ვიტყვი, გენდერის მიხედვით გაარჩევენ თუ მაინც და მაინც ვინმე მოკლედ რა სისტემის, რა პრინციპებზე დაყრდნობით შემოუშვებენ მოქალაქეებს თუ ამგვარი ამბავი მოხდა. ირანის კონტექსტი ერთ-ერთია იმ გამოწვევებს შორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და უსაფრთხოების საბჭო თუნდაც ამ ბანდიტებისა უნდა არსებული იყოს სწორედ იმიტომ, რომ ამგვარი გამოწვევები ჩვენს ქვეყანაში არის, იყო, მოდი ასე ვიტყვი, არის და მომავალშიც იქნება, თუმცა ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა ამ ყველაფერზე რასაკური არც ფიქრობს და არც დარდობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. აი როგორი რა გვარის რა ნაირი საფრთხეების წინაშე დგას ჩვენს ქვეყანა, დოკუმენტიც კი, როგორც ასეთი არ შემდგარა მინისტრებს, თავდაცვის უცხების ხელმძღვანელს გულისხმობ. ამ შემთხვევაში საკუთარი ხედვა არ გამოუქვეყნებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს საკუთარი პოლიტიკა, ხედვა და პოლიტიკა, მიდგომა, ფილოსოფია, კონცეფცია, ხედვა თვალსაწიერი იმასთან დაკავშირებით რა დღეშიც არის ან შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყანა და აი როცა ვამბობთ რომ ესენი რუსები არიან მეთქი მე როცა ვამბობ ასე მაგალითად ამასაც გულისხმობ სწორედ რუსები კარნახობენ მაღალი ალბათობით რომ არც იფიქროთ ამ ქვეყნის გარკვეული სისტემების შექმნაზე, გაუმჯობესებაზე დატრენინგებაზე, გაძლიერებაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თქვენ უნდა იყოთ სუსტი სახელმწიფო, რომელსაც ყოველი 22000 თუ 47000 მოადგება გარკვეული კრიზისის შემდეგ, ასე მაგალითად ირანელი და ესე უნდა შემოუშვათ, მე უნდა გააქვს პოლიტიკა, არ უნდა გქონდეთ, მიდგომა არ უნდა გქონდეთ. გადავდივარ ახლა სხვა თემაზე და ვიდრე სოზარ სუბარს ვახსენებდი, მანამდე ერთ ამბავს ჩაგიკითხავთ, ძალიან საინტერესო ამბავს. ეს არის ცოტა ავწდეთ ცოტა ამ ირანის, ახლო აღმოსავლეთის, ისრაელის, ამერიკის შესაძლო მონაწილეობის თემას, უსაინტერესო ეს თემას, ცხელ თემებს. ჩაერთვება თუ არა შეერთებული შტატები, მაღალი ალბათობით ჩაერთვება, ასე ვთქვათ, გაანადგურებენ თუ არა აიათოლების რეჟიმს, გაანადგურებენ როგორი იქნება ირანი უკვე შემდგომ, არავინ არ იცის. კი არა, დიდი ქაოსი იქნება, რასაკვირველია, მაგრამ მე ნელ-ნელა დროთა განმავლობაში დაალაგდება, რასაკვირველია, ძალიან რთული რეგიონია, ბევრს ექნება პრეტენზია არ ამიან ტერიტორიებზე, ამდენადაც გავლენის მოპოვებაზე, ასე მაგალითად თურქეთს, რომელიც ღირსეული მოწინააღმდეგეა რეგიონის მასშტაბით, რეგიონული მთავარი ძალის კონტექსტში, ისრაელისა, რომელიც თავის მხრივ ყველაზე ძლიერ მოთამაშედ ყალიბდება ეს პატარა ისრაელი რეგიონში. და ეს დადასტურებული პრაქტიკულად დადასტურებული ფაქტია შეერთებული შტატები რამდენად ძლავრად დაუჭერს ისრაელს მხარს მომავალში რეგიონულ კონტექსტში თურქეთთან როგორი ურთიერთობები აიწყება რუსეთი რა შეება ამას ყველაფერზე სალაპარაკოა ჩვენ უბრალოდ ყურები გვაქვს დააბსობილიო ხო ესე ამბობენ ხო ყურები და ხუჭული არ გამოდის ყურებში მოკლედ ბამბები აქვს გაჭხეილი ირაკლი კობახიძეს და რატო ირაკლი კობახიძეს ბიძინა ივანიშვილს მაგრამ ამასობაში ძალიან აქტიურდებიან ცენტრალური აზიის სახელმწიფოები ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და გეტყვით რასაც გულისხმობ კერძოდ ცენტრალური აზიის სახელმწიფოა იცის ჩამოვასახელოთ უდებოდ ხო თურქმენეთი ხარ პირველ დღეში ყაზახეთი უზბეკეთი თურქმენეთი უზარმაზარი ბუნებრივი აირის რესურსით ირანსაც აქვს უზარმაზარი რესურსი მაგრამ შემოეთილი განუვითარებელია ინფრასტრუქტურა ირანში ირანის შემოეთილი ესე იგი ყაზახეთი უზბეკეთი თურქმენეთი ტაჯიკეთი და
რეგიზეთი ამოწყდა. ხო, ამ სახელმწიფოებმა ასტანაში ჩინეთთან ერთად გამოაცხადეს ნდობის ურთიერთპატივისცემისა და განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ერთიანი ბადე-სარტყელის თანამეგობრობის შექმნის იდეა გამოაცხადეს კი არა კონცეფცია. დეკლარაცია, თუნდაც ასე ვიტყვი. ნახეთ, 1.7 მილიონიანი 800 მილიონიანი უმძლავრესი ჩინეთი, რომელსაც ხოთაშორის გასასვლელი ევროპისაკენ აღარ დარჩა, იმიტომ საჰაერო გასასვლელს გულისხმობდა სახმელეთოსაც დასაკვირველია. პირველ ყოვლისა საჰაეროს აღარ დარჩა, იმიტომ რომ ცა ირანის თავზე და არა მხოლოდ ჩაკეტილია, ცა უკრაინის თავზე და არა მხოლოდ ჩაკეტილია. ეს საჰაერო მიმოსვლაზე სახმელეთო თვალსაჩინო ჩრდილოეთ დერეფანი არ მუშაობს, ვის რა ჯანდაბად უნდა, სამხრეთ დერეფანი არ მუშაობს. ანუ ჩვენთვის არის ესეთი ჩვენზე გამოდის ეს ვიწრო ყელი დამაკავშირებელი შავ ზღვასთან და უკვე შემდგომ სამხრეთ ევროპასთან და არა მხოლოდ სამხრეთ ევროპასთან. მე მგონი კარგად ახსენე, ხო, რუკა ზედახედვის შესაძლებლობა თითოეულ თქვენგანს აქვს. ჩინეთის ზემძლავრი სახელმწიფო ქმნის ალიანს ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფოსთან, უფრო ძლიერ ყაზახეთთან და ნაკლებად ძლიერ ტაჯიკეთთან, მაგრამ ისინი აერთიანებენ რესურსებს და ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ერთიანი ბადე სახებადე იქმნება და ამ თანამეგობრობაში შედის ეს შესაბამისად 6 სახელმწიფო. სხვებიც შევლენ მეთქი ნელ-ნელა მეთქი ასე ვიტყვი. მათთვის უმნიშვნელოვანესია ჩემს მიერ ხსენებული აი ეს ვიწრო ყელი გამავალი ევროპის კონტინენტისაკენ. ამ ვიწრო ყელში მთავარი ქვეყანა, გეოგრაფიულად მთავარი ქვეყანა არის შავი ზღვის ინფრასტრუქტურაზე გამავალი ქვეყანა საქართველოს. სომხეთი ხომ ვერ გადის. ანუ სომხეთმა ბოდიში და რამდენიც არ უნდა იფაფხუროს ამ რეგიონში შავი ზღვის ქვეყანა არ არის და ის ვერ შემოვა. კი შემოვა, მაგრამ ის ვერ გააკონტროლებს, ის ვერ იქნება მთავარი, თუ გებოთ ასე ვიტყვი. აზერბაიჯანი იქნება, იმიტომ რომ კასპიის ზღვაზე გადის, იქ ნავთობის მოპოვება დაიწყო, უზარმაზარი ინვესტიციები ხორციელ დამატებითი ნავთობის მოპოვება დაიწყო აზერბაიჯანში, ევროპელები დაინტერესებული არიან, ბუნებრივი აირი, თურქმენთან კავშირები, კასპიის ზღვის ზედაპირის და არაბსკერის ბევრი თემაა, ხო? და საქართველო. საქართველო ამ დროს თუ ადეკვატური მოთამაშე არ არის, ადეკვატური მოთამაშე რას ნიშნავს, რომ მან უნდა დაახვედროს საზღვაო განვითარებული ინფრასტრუქტურა შავ ზღვაზე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს. ეხლა ვინმე იკითხავს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს ურთიერთობები ხო დაეძაბათო, დაეძაბათ განა არა, მაგრამ ბოროტების ღერძი ირანი რომ დასრულდება აიათოლების რეჟიმი, როგორც ასეთი. ჩინეთზე კი არ გადაერთვება შეერთებული შტატები, არა. ჩინეთთან შეერთებული შტატები ჩინეთთან როგორც ზემძლავ სახელმწიფოსთან დაალაგდება უფრო. შეასუსტებს, მაგრამ კონვენციური ომი ჩინეთთან მათ შორის იმიტომაც არ იქნება, რომ ჩინეთი ტაივანთან მიმართებაშიც კი მაღალი ალბათობით შეცდომას არ დაუშვებს. და რომც დაუშვას, ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ასეთი პირდაპირ სამხედრო ესკალაციაში ჩინეთთან მაღალი ალბათობით არც არავინ არ შევა. ანუ ჩინეთთან დაალაგებადია ურთიერთობები, ირანთან დაალაგებადი არ იყო და იმიტომ დაიწყო ეს ყველაფერი. 60 დღის ამბავი, იმიტომ 60 დღიანი ულტიმატუმი რო წაუყენეს ირანს, იმიტომ მოხდა ეს და რო არ შეასრულა. ჩინეთი მოთამაშეა და აი ალაგებს და შესვლა უნდა ევროპაში და ევროპას ეთამაშება ჩინეთს, რომელიც რუსეთის გვერდის ავლითაც ეცდება შემოვიდეს ჩვენს რეგიონში კი არა, გავიდეს ევროპაში. ოღონდ ჩინეთს აქვს პრეტენზია შავ ზღვაზე ასე მაგალითად ანაკლის ღვაწლოვანი პორტი და მე კითხვა მაქვს. ჩინეთი მაინც არა დემოკრატიული სახელმწიფოა და ხომ არ სჯობდა და სჯობს, რომ ანაკლია გადავცეთ ჩვენ ამერიკელებს. ქართულ ამერიკული ინვესტიციები იყოს, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ხომ ვერ წაიკითხა. ის ხომ ვერაფერს ვერ კითხულობს და ჩინეთს გადასცა მე ჩამოვართვა მხოლოდ მე აღარ აძლევს ჩამორთმევას აპირებს ამერიკელებს ეუბნება რომ ჩინელებს ჩამოვართვით, ოღონდ თქვენ შემოდით და ოღონდ ამერიკელებს კარგად ესმით ერთი რომ მარტო ანაკლია ზვარაკად დაკლული ბიზინა ივანიშვილის მიერ საკმარისი არ არის იმისთვის რომ საქართველოსთან ურთიერთობები ააწყო.
შუა დერეფანიც არ არის. აი ამ კონტექსტში ჩვენ სადავართ მეთქი. ანუ ერთის მხრივ უსაფრთხოების ნაწილში სიმულაციების კი არა, უსაფრთხოების საბჭო გააუქმეს და კობახიძის ამარა დაკტოვეს, კობახიძე რო გაიღვიძებს დილით, რა მოაფიქრდება ბიზინა ივანიშვილის კარდახით თუ კარდახის გარეშე, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ გვაჭმევენ პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ არა ამის მომხრეებს ასაგრებელია საზა შათირიშვილის ბოდვებს, წაიკითხეთ იმედზეა თუ არ ვწდები, შესაძლოა სხვაგანაც. არ ვიცი პოზიტივი, მოსტივი რაღაცეები აქვს. საზა შათირიშვილი რეებს ლაპარაკობს ოლიგარქებზე, თითქოს აქ ოლიგარქი არ გვყავდეს. სოფლიო ოლიგარქები მართავენო და თითქოს აქ ჩვენ გვყავდეს მეცენატი. ბანდიტი ყავს რეალურად ბიზინა ივანიშვილის სახით, ბანდიტი ოლიგარქი მეთქი ასე ვიტყვი. ოღონდ ისეთი ბოდვებია თუნდაც იმათზე, ან ილიბათ ამაზე, ან დავის დამშრალობა აქვს ისზე, ხო? რომ შეიძლება გაგჯდე ამას გვაჭმევენ. ეს მეორე ამბავი, ანუ სიმულაციები ცოტა ხი გაგვიუქმეს. საზა შათირიშვილი რაღაც deep state-ზე რაღაც ისულებს გველაპარაკება. საერთო გლობალურ კონტექსტს ვერ კითხულობენ. ცენტრალურ უკაცრავად შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს ვერ ჩასვეს ვერანაირად. ჩინელებს უკიცინეს. მე აღარ უკიცინეს, რუსებს უკიცინებენ და გიბოდიშებს მისთვის და ეტენებიან, რუსეთი ამასობაში სუსტდება და ასე შემდეგ და ესენი არიან აი ამაში, აი ამ ამბავში არიან და ახლა აღარ დაგპირდით, მოდი მაინც თქვათ თუ არ თქვათ, არც ვიცი, თქვათ. იცით თქვენ რომ აი წაცდენას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, რასაც ფიქრობ, ის ხანდახან ენის წვერზე გადგას და წაგწდება ხოლმე. მე უნდა მოგასწრებინოთ ხსენებული, მე უკვე ერთხელ ვახსენე, აი ლოთი რო არ არის და ლოთი რო გგონიათ, ცოტას რომ სვავს, ასაკ დარსვავს, მაგრამ რო გგონიათ რომ ბევრს სვავს, რომ საერთოდ ბევრი პრობლემა კი არ არის, უბრალოდ ცოტა დაურევენ ხოლმე როცა სიბრალეში ადამიანები და ამგვარები მით უმეტეს. აი ამ კაცის სოზარ სუბარის ერთი წაცდენის თაობაზე, ერთი არა, რამდენიმე წაცდენის თაობაზე ვიდეოს გაჩვენე და გავაჩერებ ზუსტად წაცდენის მომენტში. ბოდიში ნახეთ. ნომს დაიწყებს მაგრამ თქვა თუ ირანთან დაძაბვის შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ირანი 3000 წელი არსებობს, რაც ჩვენი მეზობელია, 3000 წლის წინ შეიქმნა პირველი ქართული ირანი ჩვენი მეზობელია, 3000 წლის წინ არის შეიქმნა ჩვენი მეზობელია. საზაფროები დიაოხი და კოლხა და 5000 წლის ისტორია აქვს ირანულ სახელმწიფოებრიობას და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეზობლები ვიყავით და კიდე დიდხანს ვიქნებით. მე ბოდიში ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ეს არის ჩვენი მეზობელი ჩვენი და მეზობელი და არც მეზობელია და არც დიდი მეზობელიც არ არის, იმიტომ რომ მეზობელი არ არის. და უნდა გვახსოვდეს თუ არა ირანის არსებობა, როგორც ასეთი უნდა გვახსოვდეს, როგორც ირანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, ასე ვიტყვი. და ხოლო რეჟიმი ირანისა დღევანდელი არის არადემოკრატიული და მოსასპობი რეჟიმი. 5 მილიონიანი ქვეყანაა, უზარმაზარი ქვეყანაა და ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ როგორც ჩვენ ვერავინ ვერ ჩაგვწევთ თქვა უკრაინის წინააღმდეგ, ბოდიში რუსეთის წინააღმდეგ. როგორც ჩვენ ვერავინ ჩაგვწევთ უკრაინის წინააღმდეგ, ბოდიში რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის წინააღმდეგ ჩართვას ვინ შეიძლება ითხოვ, აი წაცდენაა, ხო? ნამდვილად წაცდა. რასაც ფიქრობს, ის წაცდა. ენის წვერზე ედგა, მე გამოვასწორა. მაგრამ ერთ წუთს ჩავჩეთ სწორედ იმ წაცდენაში. უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას ქვეყნისა ვინ შეიძლება ითხოვდეს თუ ეს წაცდენა მაინც რეალისტურია, რაც თქვა თუ ის საფუძვლიანია, რეალისტურია, ნოყიერდიადაგიანია. გასაგულია რუსეთი. ანუ დაშვება იმის ხა მე რო თქვა რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას რუსეთი ავალდებულებდა რომ ჩართულიყო საქართველოს უკრაინის წინააღმდეგ ომში მე მართალი ვიქნები, მაგრამ მე მაინც ხომ მგონია რომ ეს ამას წასცდა. ახლა რომ გამოასწორა მე რა თქვა. როგორც ჩვენ ვერავინ ჩაგვთო რუსეთის წინააღმდეგ ომშიო და ომი ხომ მაინც და მაინც კონვენციური არ არის, ომი ჰიბრიდული არის და ამ ჰიბრიდულ ომში ჩვენ შუდარჩეს რატო არ ჩავერთეთ სოზარ ბატონო. ჰიბრიდული ომი ნიშნავს და მოიცავს ფსიქოლოგიურ ომს, საინფორმაციო ომს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ბოროტების ღერძი რუსეთის და მარცხება რა არ გვინდოდა, არა თქვენ რო არ გინდოდა გასაგებია, მაგრამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო თუ არა და არის თუ არა ბოროტების ღერძი რუსეთის დამარცხება და შესაძლებელი იყო
თუ არა რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ არაკონვენციურ ომში ჩართულიყო ისე რომ სულაც არ გამოჩენილიყო, ოღონდ უფრო აქტიური ყოფილიყო მსოფლიო გლობალურ პროცესებში და უკრაინისთვის უფრო აქტიურად დაეჭირა მხარი. სუბარს ამაზე პასუხი არ აქვს. ხო და აი ეს სუბარი ასე მაგალითად და მისი ნაჩალსტვა როგორ უნდა გაუმკლავდნენ გაცილებით სერიოზულ საკითხებს. ამაზე თქვენ უნდა იფიქროთ, თორემ მე მოფიქრებული მაქვს რახანია და გადაწყვეტილიც მაქვს რომ არასოდეს ამ ბანდას მე მხარს არათუ ხარს არ დავუჭერ, არამედ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ესენი არ მერიდება ამ ზნის წარმოთქმა, ჩამოვარდნენ, დასრულდნენ და ეს სამარცხვინო ფურცელი ბიზინიადისა ჩვენ გადავფუძნოთ და მერე ოხრამდენი საქმე გვექნება მერე, მაგრამ როგორღაც ესენი თუ დავასრულეთ, როგორღაც გავაღწევთ სამშვიდობოს და ავაშენებთ ნორმალურ სახელმწიფოს, ოღონდ ცალკეული წარსული და ცალკეული ზეამბიციური ტიპები რომ არ იქნებიან ამ ქვეყნის სათავეში. ამის გარანტიას და ხმამაღალი თქვამია, მაგრამ ამისთვისაც ცხადია ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ეს ივანიშვილია პირველ ყოვლისა მოსაცილებელი. ნახეთ რა კარგად დაუმარცხლე. მოსაცილებელი. 6 მარცვალი. ნახვამდის.